აა მოგესალმებით ყველას. აუდიტორიაში დიდად ვერ ხედავთ, მაგრამ იმედია კარგად ჩანს ყველაფერი. და დღეს მე მინდა გესაუბროთ ლექციაზე სამყაროს შესწავლის შესახებ გრავიტაციული ტალღების გამოყენებით. ეს იქნება ორნაწილიანი ლექცია, სადაც მე მოგაწვით ამ საკითხის გარშემო ზოგად ინფორმაციას, ისე რომ გავიგოთ ამ სათაურში თითოეული სიტყვა რას ნიშნავს. მთავარი აქცენტი იქნება გრავიტაციულ ტალღებზე. აა ესა საკმაოდ კომპლექსური თემა და ახლო წარსულში 2015 წლიდან ძალიან აქტიური და აქტუალური. რადგან გქონდა პირველი დაფიქსირება გრავიტაციული ტალღების კაცობრიობის ისტორიაში. ესა ძალიან დიდი მიღწევა და ამის გასააზრებლად უნდა წავიდეთ ცოტა ისტორიაში და გავიაზროთ როგორ მოვედით აქამდე. მე ვისაუბრებ იმაზე თუ რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღები, ამისთვის უნდა გავიგოთ ნიუტონისეულ და აინშტაინისეულ ფიზიკას შორის განსხვავება. რა არის ეგ სივრცე-დრო და როგორ ამრუდებს მას აჩქარებით მოძრავი მასა და შესაბამისად გავიგებთ რა არის გრავიტაციული ტალღები. ხოლო ლექციის მეორე ნაწილში ცოტა მოგვიანებით გავიგებთ რა წარმოქმნის ამ გრავიტაციულ ტალღებს, წყაროები და ამ ობიექტების დეტექტირების მეთოდები. ესაა ძირითადად ლაზერული ინტერფერომეტრია, რასაც მოგახსენებთ ცოტა ხანში, LIGO, Virgo და LISA და ასევე პულსარების დანიშვნის მწკრივი და შესაბამისად გვექნება მულტიმესენჯერული ასტრონომიის ჩამოყალიბების საშუალება. დავიწყოთ გრავიტაციის გააზრება. ყველას მოგეხსენებათ, იმედია, სკოლაშიც უკვე გავლილი გაქვთ ნიუტონისეული ფიზიკა, კერძოდ კი ზოგადი კანონი გრავიტირების, რომელიც ნიუტონმა ჩამოაყალიბა და რის გამოც ის არის ცნობილი, ესე ვთქვათ. ამ ფრეიმვორკში გრავიტაცია არის მყისიერი ძალა, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ ორ სხეულს შორის, რომელსაც მასა გააჩნია. თუმცა ეს ძალიან ზუსტი თეორია, იმდენად ზუსტი, რომ ის საკმარისი არის იმისთვის, რომ ადამიანი წავიდეს მთვარეზე, ეგ მართალი ამბავი არის. მთვარის მისიებისთვის საკმარისი არის მხოლოდ ნიუტონის გრავიტაციის გამოყენება. თუმცა უფრო ფაქიზი ეფექტების შესასწავლად გვჭირდება დამატებითი ფიზიკის შემოღება. ესენი არის თუნდაც აი GPS-ის სწორედ მუშაობისთვის. ამ დეტალებს არ ახსნი რატო არის ეგ საჭირო, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საჭირო არის დამატებითი ფიზიკის შემოღება და სწორედ ეს მოხდა დაახლოებით 100 წლის წინ, 1915 წელს ალბერტ აინშტაინმა შემოიღო ესეთი თეორია, სახელად ზოგადი ფარდობითობის თეორია. სადაც გრავიტაცია გადააზრებული არის ცოტა სხვაგვარად. გრავიტაცია აქ წარმოადგენს არა ძალას, არამედ დრო და სივრცის გამრუდებას. შესაბამისად, უნდა გავიაზროთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ ესეთ ფიზიკურ ფრეიმვორკში, როგორ შეგვიძლია გავზომოთ გარკვეული მონაცემები. მაშ რა არის რომ გავიაზროთ გრავიტაცია აინშტაინის თეორიაში, რაც შედარებით რთული არის ვიდრე ნიუტონისეულ თეორიაში, უნდა წარმოვიდგინოთ ესეთი ობიექტი, სივრცე-დრო. ეს არის ყველაფერი ჩვენ სამყაროში. მდებარეობს ამ სივრცე-დროში, ესაა 4 განზომილებიანი ობიექტი და ნებისმიერ მასიურ სხეულს, როგორც აი ამ სურათზე არის ნაჩვენები დედამიწა, ამ სივრცე-დროის ზედაპირის გამრუდება შეუძლია თავისი ჩაღრმავებით და გრავიტაცია
სწორედ მოიაზრებს იმას, რომ ყველა სხვა ობიექტი, ნებისმიერი მასიური ან სინათლე მოძრაობს ამ ზედაპირზე. ამ ზედაპირზე არის დაბმული და მაგის გარეთ გასვლა არ შეუძლია. შესაბამისად, დედამიწის ორბიტაზე შეგვიძლია სიარული იმის გამო, რომ უბრალოდ ამ წირზე მოგვიწევს გაგორება. ესაა მთავარი იდეა დროისა და სივრცის. აა და ნებისმიერი მასის მოძრაობა აქ იწვევს ამ დროს-სივრცის დეფორმაციას. ესაა მთავარი იდეა, რომელიც დაგვჭირდება იმის გასაზრებლად, რომ მივხვდეთ, რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღები. დროს-სივრცე არის დინამიური სიდიდე და მას შეუძლია დეფორმაცია. ეს დეფორმაციები შეიძლება იყოს ჩაღრმავებები ან შეშფოთებები. სწორედ ამ შეშფოთებების გავრცელება არის გრავიტაციული ტალღები. აა ეს თეორია ძალიან ბევრი ექსპერიმენტით არის დადასტურებული, რომ ნამდვილად გვჭირდება ესეთი უფრო რთული ფიზიკის შემოღება. ეს ამ განვლილი 100 წლის განმავლობაში ეგ ექსპერიმენტები ყოველთვის ადასტურებდა იმ გამოთვლებს, რომელიც აინშტაინის განტოლებიდან გამოდიოდა. მე ნამდვილად არ ვაპირებ აინშტაინის განტოლებების ახსნას დეტალურად, მაგრამ ამ სურათზე ჩვენ ვხედავთ მათემატიკურად, ესაა ცნობილი სურათი, მუზეუმის კედელი არის, რომელზეც ამოტვიფრული დატანილი არის აინშტაინის განტოლებები. ორი მხარე აქვს ამ ტოლობას და უხეშად რომ ვთქვათ, მარჯვენა მხარეს ტოლობის არის ის წევრები, რომლებიც განაგებენ სამყაროს გეომეტრიას, ანუ როგორი ზედაპირი აქვს მაგ სამყაროს, სადაა გამყუდებული, სადაა შეშფოთებული და ასე შემდეგ. ხოლო მარცხენა მხარე, ეს მხარე განაგებს სამყაროს ენერგიის შემცველობას, ანუ სადაა როგორაა მატერია განლაგებული სამყაროში. და სწორედ ამ განტოლების მეშვეობით ეს დამოკიდებულება ამოიხსნება და ჩვენ შეგვიძლია მათემატიკურად ვაჩვენოთ ყველა ამ სიდიდის ბუნება და სიდიდე. ზემოთ კიდე ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან დადასტურებას ამ თეორიის, რომ მართლაც ესე ხდება. ეგ არის ეგრეთ წოდებული გრავიტაციული ლინზირება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო მოვლენა არის ზოგადი ფარდობითობის თეორიაში. აქ ჩვენ ვხედავთ ესეთ რაღაცას. ეს შავი წერტილი არის დედამიწა, სადაც ჩვენ ვაფიქსირებთ სიგნალს. და ჩვენ გვინდა შევხედოთ შორეულ ვარსკვლავს, რომელიც არის მასიური ობიექტის მიღმა. რადგან ეს მასიური ობიექტი ამრუდებს დროსა და სივრცეს, შუქის გზა, რომელიც წესით სწორი უნდა იყოს, სწორი სხივებით არის გამოსახული, ეგ სწორი სხივები ამ მასიურ ობიექტის ირგვლივ გამრუდდება და შესაბამისად ჩვენ დედამიწაზე ჯერ ეს ერთი დავინახავთ ისეთ შუქს, რომელიც წესით არც უნდა დაგვენახა, ხო? ეს ობიექტი უნდა მოგვეფაროს წესით. მაგრამ თან დავინახავთ ამ ობიექტს ორ სხვადასხვა ადგილას. ჩვენ დავინახავთ ამ სხივების უკან გაგრძელებას. ესაა სწორედ გრავიტაციული ლინზირება, ანუ ეს მასიური ობიექტი იქცევა როგორც ლინზა. და მინდა გითხრათ, რომ ეგ ნამდვილად არის შემოწმებული, დანახული, ნამდვილად ხედავთ ესეთ ობიექტებს და ეგ გრავიტაციული ლინზირება არის ერთ-ერთი საინტერესო და მძლავრი მექანიზმი იმისთვის, რომ შევისწავლოთ სამყარო. მაგრამ მე დღეს გესაუბრებით მეორე მნიშვნელოვან ასპექტზე ზოგადი ფარდობითობის თეორიის, რაცაა გრავიტაციული ტალღები. ესა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გრაფიკი, რაც მექნება მე ჩემ პრეზენტაციაში, ამიტომ ცოტა ხანი მინდა თქვენი ყურადღება მივიტანო აქ დეტალებისკენ. ამ გრაფიკზე ჩვენ ვხედავთ 2015 წლის გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას პირველს ისტორიაში. როგორ უნდა წავიკითხოთ ეს გრაფიკი? ესაა ორი სხვადასხვა დეტექტორის სიგნალი,
ერთი არის ვაშინგტონის ამერიკაში, ორივე ამერიკაში არის, ერთი არის ვაშინგტონის შტატში, ხოლო მეორე ლუიზიანას შტატში და აქ ჩვენ ვხედავთ X ღერძზე დროს, ხოლო Y ღერძზე აი ამ ქვედა ნაწილში ვხედავთ სიხშირეს. კაცრავთ. სიხშირეს, ხოლო ზედა ნაწილში ვხედავთ სიმძლავრეს, გრავიტაციული ტალღების. და როგორ უნდა წავიკითხოთ ეს გრაფიკი, ნელ-ნელა აქ გრავიტაციული ტალღები დასაწყისში ძლიერდებოდა და აქაა მთავარი სიგნალი. სწორედ ამ სიგნალის დანახვა და რაც მთავარი არის, ამ ორივე დეტექტორისთვის ეგ სიგნალი ძალიან გავს ერთმანეთს. ესაა მნიშვნელოვანი მეთოდი გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაში. აა, ის აღმოჩენა გულისხმობს იმას, რომ ეს სიგნალი ორივე დეტექტორში ერთნაირია, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სიგნალი ნამდვილი არის და არა უბრალოდ დეტექტორის ხმაური. შესაბამისად, ამ გრაფიკით, რომელზეც უფრო დეტალურად კიდე მოგვიანებით აგიხსნით, როგორ მუშაობს თვითონ დეტექტორები, ვხედავთ, რომ გრავიტაციული ტალღები ნამდვილად დაფიქსირებადი არის. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ და ზუსტად ჩამოვაყალიბოთ გრავიტაციული ტალღების ბუნება. რას წარმოადგენს ეგენი? ჩვენ ვთქვით, რომ დრო სივრცე დინამიური არის, მას შეუძლია გაჭიმვა და ამ გაჭიმვის დაფიქსირება გვინდა ჩვენ. მაშინ დავსვათ შეკითხვა, როგორ შეიძლება კონცეპტუალურად ამის გაკეთება. ინტუიცია მდგომარეობს ინტუიციის შეძენა შეიძლება უფრო მარტივად. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორგანზომილებიანი ჭრილი ამ დროს ივცის, ოთხგანზომილებიანი ობიექტების წარმოქმნა საკმაოდ რთული არის, ამიტომ შეგვიძლია ჩამოვიდეთ დაბალგანზომილებაზე და ორგანზომილებაში შეგვიძლია შევხედოთ როგორ ვითვლით ზოგადად მანძილს წერტილებს შორის. სკოლიდან მოგეხსენებათ, რომ ესაა ჩვეულებრივი პითაგორას თეორემა. ხო? თუ ჩვენ ავიღებთ ორ წერტილს და ექსპერიმენტში ამის გაკეთება შეგვიძლია რაღაცით ამ ორი წერტილის მონიშნვით, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მასიური ობიექტები, ანუ თუ დავსვავთ მასიურ ობიექტებს ჩვენ ლაბორატორიაში ამ ორ წერტილში, ამ ორ წერტილს შორის მანძილის დათვლა შეგვიძლია პითაგორის თეორემით, ხო? დელტა x-ი, დელტა y და მათი კვადრატების ჯამის ფესვი იქნება ეს მანძილი. მანძილის გაჭიმვა, ხო? ანუ დრო და სივრცე გაჭიმვის შემთხვევაში გულისხმობს უბრალოდ, რომ ეს ფორმულა უბრალოდ შეიცვლება. ამ დელტა x და დელტა y-ს გაუჩნდება კოეფიციენტები. ამ კოეფიციენტების გაზომვა კიდე ზუსტად მაგ გრავიტაციული ტალღის დაფიქსირებას ნიშნავს. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ახლა ვიზუალიზაცია რომ მოვახდინოთ ამ გრავიტაციული ტალღის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ წრეზე დალაგებული მასიური სხეულები და ვითომ გრავიტაციული ტალღა ამ წრის მართობულად ვრცელდება. მაშინ ჩვენ დავინახავთ შემდეგ სურათს. ამ სურათზე ამ ორ გივზე ჩვენ ვხედავთ შემდეგ რაღაცას. რომ ეს წრეზე დალაგებული ბურთები ან მასიური ობიექტები ირხევა ორი მოდით. მაგათ ქვია პლუს ან კროს მოდები, თავისი მახასიათებელი, იმიტომ რომ ეს ფორმა პლუს გავს, ხოლო ეს ფორმა ინგლისურად კროს ქვია, ესეთ ნამრავლს. ეგ სწორედ ესაა მახასიათებელი გრავიტაციული ტალღებისთვის. გავრცელებისას ის მაინც და მაინც შეკუმშავს დროს და სივრცეს ერთი მიმართულებით, ხოლო გაჭიმავს მეორე მიმართულებით. და ნუ ეს საკმაოდ აი ესე კომიკურად გამოიყურება ერთი შეხედვით, მაგრამ ეგაა ზუსტი ის ეფექტი, რაც წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღებისგან. მაშ რა არის გრავიტაციული ტალღა? ჩვენ შეგვიძლია მაგ შეკითხვას გავცეთ პასუხი. ეგ ტალღები არის მასიური ობიექტების აჩქარებით მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი შეშფოთებები დროსა და სივრცეში, რომლებიც ვრცელდება სინათლის სიჩქარით. ეხლა გადავალთ იმაზე, რატო გჭირდება მაინც და მაინც აჩქარებით მოძრავი ობიექტები, მაგრამ ტალღის ეფექტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც
დროისა და სივრცის გაჭიმვა ერთი მიმართულებით და შეკუმშვა მეორე პერპენდიკულარული მიმართულებით. ესაა ეფექტი, რომელიც აქვს ამ გრავიტაციულ ტალღებს. და ეს ეფექტი, საკითხი არის, რამდენად მცირეა. შეშფოთებები იმდენად მცირე არის, რომ დედამიწაზე დაფიქსირებისთვის ტიპურ დეტექტორებში უნდა გავზომოთ სიგრძე კილომეტრიან დეტექტორებში სიგრძე უნდა გავზომოთ პროტონის სიგრძის პროცენტზე ნაკლები სიზუსტით. შესაბამისად, რას ნიშნავს ეს? რომ აი ეს 2015 წელს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღა, რომელიც უზარმაზარი გრავიტაციული ტალღა არის და ყველა ჩვენთაგანს მოხვდა, ვინც 2015 წელს დედამიწაზე ვიყავით, ყველა ჩვენ გავჭიმა. და საკითხი არის რამდენით შეიცვალა ჩვენი სიგრძე და ეგ არის პროტონის სიგრძის 1000-ზე არის საუბარი ამ შემთხვევაში. ამ დეფორმაციას ქვია H-ი და დავიმახსოვროთ ეგ შემდეგ გრაფიკზე დაგჭირდება მაგაზე ყურადღებით დაკვირვება. მაშ მე ჩვენ ვთქვით რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა და ასევე ვახსენე რომ მის წარმოქმნისთვის გვჭირდება აჩქარებით მოძრავი ობიექტები. და თან მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ საჭირო არის ძალიან მასიური ობიექტები. ანუ მე რომ ხელები უბრალოდ ვიქნიო ერთმანეთის გარშემო, ამ მოძრაობით წარმოვქმნი გრავიტაციულ ტალღებს, თუმცა ეხენი არიან მიზერულად მცირე. და რო წარმოვქმნა ისეთი რაღაცა, რისით დაფიქსირებაც შეგვიძლია, ძალიან მასიურ ობიექტებზე არის საუბარი. მასიური ობიექტები არის საჭირო ამაზე სასაუბრად. ყველაზე გადავიდეთ და ვისაუბროთ ახლა რა წარმოქმნის სამყაროში გრავიტაციულ ტალღებს და შემდეგ ეგ შეგვიძლია დავაკავშიროთ იმასთან თუ როგორ შევისწავლით სამყაროს ამ გრავიტაციული ტალღებით. პირველი წყარო, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის ორმაგი შავი ხვრელები. დღემდე დაფიქსირებული არის 100-მდე, თუმცა უკვე ეგ რიცხვი ცოტა გაზრდილი არის, ეს ცოტა ძველი პრეზენტაცია არის. დაფიქსირებული არის 200-მდე გრავიტაციული ტალღა, რომელიც არის წარმოქმნილი ესეთი ობიექტებიდან. ესაა ორი მასიური შავი ხვრელი, რომელიც ორბიტირებს ერთმანეთის გარშემო და შესაბამისად ამ პროცესში ამრუდებს დროს და სივრცეს და ამ არტისტის ინტერპრეტაციაზე ვხედავთ, რომ ამ მოძრაობისას ისინი ასხივებენ რადიაციას, შესაბამისად კარგავენ ენერგიას. და ამ ენერგიის დაკარგვის გამო ისინი ეცემიან ერთმანეთზე, სპირალის გასწვრივ ბრუნავენ ერთმანეთზე და ეცემიან ერთმანეთზე და საბოლოოდ შეერწყმებიან ერთ დიდ შავ ხვრელში. ამ პროცესს ზუსტად და თეორიულად შეგვიძლია დავითვალოთ ყველაფერი ზოგადი ფარდობითობის თეორიაში და დავინახავთ, რომ გრავიტაციული ენერგია, რომელსაც ჩვენ დავინახავთ ესეთი მოვლენისგან, აქვს ზუსტად ესეთი სახე. ესაა სწორედ ის გრაფიკი, რაზეც მე გელაპარაკებოდით. და ახლა უფრო დეტალურად შეგვიძლია ვთქვათ ამ გრაფიკის ნაწილები რას წარმოადგენს. პირველ ნაწილში ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ეს შავი ხვრელები ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო და ეგ სიგნალი ნელ-ნელა იზრდება. ისინი უფრო და უფრო ჩქარა იწყებენ ბრუნვას და გრავიტაციული რადიაცია უფრო ჩქარა ვრცელდება. საბოლოოდ ეგ სიგნალი იზრდება მაქსიმუმამდე და ისინი შეერწყმებიან, ეგ სიგნალი ჩერდება. ეგ შერწყმა სხვათა შორის არ ხდება ეგრევე და რო შეეჯახებიან ერთი დიდი მასიური შავი ხვრელი ცოტა ხანი აგრძელებს რხევას და ესა ring down პროცესი, ესე ვთქვათ, დამშვიდების პროცესი. აი ამ ნაწილსაც ვხედავთ ჩვენ სიგნალში. დეტექტორების მუშაობის პრინციპზე კიდე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მაგრამ სწორედ კონცეპტუალურად ესაა ამ სიგნალის წარმოშობის
მიზეზი და მთელი ისტორია. ეს 2015 წელს დაფიქსირებული გრავტალღა წარმოქმნილი იყო დაახლოებით მილიარდი წლის წინ, ან მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებაზე იყო ეგორი შავი ხვრელი ჩვენგან. მათი მასა დაახლოებით იყო 30 მზის მასა, ან უზარმაზარი რაოდენობა არის ენერგიის, რაც ბრუნავს და რო წარმოიდგინოთ სიტუაცია, ეს შავი ხვრელები ბრუნავდნენ დაახლოებით იგივე სიხშირით, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენ სამზარეულოს ბლენდერში. ანუ ძალიან სწრაფად ბრუნავს ეს უზარმაზარი მასა ერთმანეთის გარშემო და ასხივებს ამ უდიდესი რაოდენობის ენერგიას. ჯამური მასა სხვათა შორის ამ მიღებული შავი ხვრელის იყო თითოეული შავი ხვრელის მასების ჯამზე ნაკლები, იმიტომ რომ ამ გრავიტაციულმა ტალღებმა წაიღეს ეს ენერგია. და ეგ ენერგია იყო დაახლოებით 3 მზის მასის ენერგიის ხელა. ეს არის უზარმაზარი აფეთქება, ესე ვთქვათ. და ამ აფეთქებას მართლაც აქვს ხმა, რომელიც შეგვიძლია მოვისმინოთ. ეგ ცოტა ექსპერიმენტალური ნაწილი არის, რადგან არ ვიცი რამდენად კარგად გაიგონებთ აუდიტორიაში მაგას. მარა ვცადოთ, თუ შეგიძლიათ, მითხარით თუ ისმის ხმა. ესაა გრავიტაციული ტალღის ხმა. აუდიტორიაში ხმა არის მის. ხმა არის მის. ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ ამ ვიდეოს მოსმენა ძალიან მარტივად შეგიძლიათ. YouTube-ზე დევს ეგ და უბრალოდ ქვია Sound of Two Black Holes Colliding. მაგის მოსმენა დამოუკიდებლად შეგიძლია, სამწუხარო არის, რომ აუდიტორიაში არის მის, მაგრამ ეგა უბრალოდ ანუ ეგ ხმა ნამდვილად იყო გაისმა სამყაროში. კონკრეტულად ეს არის ცოტათი მოდულირებული, რომ ჩვენ ყურს შეეძლოს ამის გაგონება, მაგრამ ეგ სიხშირე ნამდვილად გავრცელდა სამყაროში და მაგის მოსმენა ჩვენ შეგვიძლია. სწორედ ამ გრავტალღებისთვის მოსმენის მექანიზმი არის ეს ლაზერული ინტერფერომეტრია. ამ სურათზე ზემოთ აქვს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავების სასაფლაო, სათაური ამ გრაფიკის არის ვარსკვლავების სასაფლაო. და რას გულისხმობს ესა? ამ სურათზე ჩვენ ვხედავთ სიმრავლეს ყველა დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღის სიგნალის შესაბამისი წყვილის მასიური შავი ხვრელების, რომლებიც წარმოქმნიან უფრო დიდ შავ ხვრელს, აი სწორედ ესე უნდა წაიკითხოთ ეს სურათი, რომ ორი შავი ხვრელი წარმოქმნის უფრო დიდ შავ ხვრელს. ესაა სწორედ ის განაწილება ივენთების, რაც გვაქვს დაფიქსირებული, ლურჯები არის შავი ხვრელები. დაბლა კიდე ჩვენ ვხედავთ ნეიტრონულ ვარსკვლავებსაც, რომელზეც მოგახსენებთ ახლა. არანაკლებ მნიშვნელოვანი, პრინციპულად იგივე, მაგრამ თვისობრივად ცოტათი განსხვავებული წყარო გრავიტაციული ტალღების არის ნეიტრონული ვარსკვლავების წყვილის დაჯახება. პრინციპი აბსოლუტურად იგივეა, ორი ნეიტრონული ვარსკვლავი თუ აღმოჩნდა ერთმანეთის სიახლოვეში, ისინი იწყებენ ერთმანეთის გარშემო ისე ორბიტირებას, აჩქარებით მოძრაობის გამო ისინი ასხივებენ გრავიტაციულ რადიაციას და შესაბამისად ეს წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღებს. თუმცა შავი ხვრელისგან განსხვავებით, შავი ხვრელი თავისი განმარტების მიხედვით არ ანათებს არანაირ სინათლეს. ესაა ისეთი ობიექტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სინათლეს შთანთქავს.
და არაფერს არ ასხივებს. აა ხოლო ნეიტრონული ვარსკვლავები თავისი სიცოცხლის განმავლობაში ასხივებენ სინათლეს და ჩვენ შეგვიძლია სინათლით, ანუ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით მათი დაკვირვება. ისინი არიან უბრალოდ ძალიან მძიმე ობიექტები და ძალიან კომპაქტურები. რო წარმოიდგინოთ, ტიპური ნეიტრონული ვარსკვლავი შეიძლება იყოს კილომეტრების რიგის და კონდეს მზის მზის რიგის მასა. ამ ნეიტრონული ვარსკვლავების დაჯახებისას შესაბამისად წარმოიქმნება ძალიან მძლავრი ელექტრომაგნიტური სიგნალიც და გრავიტაციული სიგნალიც. და აა ორივეს დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეგ სისტემები შევისწავლოთ ძალიან ზუსტად. იმიტომ რომ მარტო ელექტრომაგნიტურის დაფიქსირებით ძალიან რთული არის შეისწავლოთ ნეიტრონული ვარსკვლავების შიგნით, ანუ ბირთვში რა პროცესები მიდის. ეგაა ერთ-ერთი საინტერესო და აქტიური კვლევის საგანი დღევანდელ დღესდღეობით ფიზიკაში. რა ხდება ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით? ზუსტად რისგან შედგება, როგორი ბირთვი აქვს. მაგრამ მარტო ელექტრომაგნიტურად ეგ პროცესი არა გამჭვირვალე მთლიანად მაგ შუქისთვის, იმიტომ რომ მაგ ბირთვში არის მძიმე ელემენტები, რკინაზე მძიმე ელემენტები და ისინი არ არიან როგორც წესი გამჭვირვალე შუქისთვის. შესაბამისად, მთელი ეს შუქი, რაც წარმოიქმნება მაგ პროცესში, უბრალოდ ვერ მოდის ჩვენამდე და ჩვენ ბევრ რაღაცას ვერ დავინახავთ. თუმცა გრავიტაციული ტალღები ამ ყველაფერს როგორც შუშაში ისე გაივლიან უბრალოდ. ჩვეულებრივად და თუ ჩვენ საკმაოდ ზუსტად გავზომეთ ეს ყველაფერი, გრავიტაციული სიგნალი ამ დაჯახებისგან შეგვიძლია დამატებითი ინფორმაცია შევისწავლოთ ამ ფიზიკური სისტემის შესახებ, რაც ბუნებრივად ძალიან საინტერესო არის. დღემდე, რაც ეგ ინტერფერომეტრია დაიწყო 2015 წლიდან, დაფიქსირებული არის დიდი სიზუსტით მხოლოდ ერთი ივენთი, როდესაც ნეიტრონული ვარსკვლავი დაეჯახა ნეიტრონულ ვარსკვლავს. ეს მოვლენა არის სახელწოდებით GV და შემდეგ არის უბრალოდ თარიღი, რა თარიღშიც დააფიქსირეს. ესაა 2017 წელი 17 აგვისტო. მაგ დროს მოვიდა სიგნალი დედამიწაზე, რომ ეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავი ერთმანეთს ეჯახება და თან გრავიტაციული ტალღების სიგნალი და თან მოვიდა ელექტრომაგნიტური სიგნალიც და ტელესკოპებითაც შეხედეს. და ეს სიგნალი მართლაც მოვიდა უზარმაზარი სიზუსტით სინათლის სიჩქარით, ანუ ორივე სიგნალი მოვიდა თითქმის ერთდროულად. ეს სწორედ ადასტურებს იმას, რომ გრავიტაციული ტალღები მართლაც ვრცელდება სინათლის სიჩქარით. ესა მეორე წყარო, ესე ვთქვათ, რომელზეც მინდოდა მესაუბრა და არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტექტირება, რომელიც მოხდა 2023 წელს. ანუ ეგ ყველაფერი ძალიან აქტიური და ძალიან ახალი თემა არის. ეგ ყველა აღმოჩენები ხდება ამ პერიოდში და ჩვენთან ახლო პერიოდში და მაგის შესწავლა ბუნებრივად საინტერესო არის, მაგრამ ასევე ბადებს ძალიან ბევრ ახალ შეკითხვას. სიგნალი, რომელიც დააფიქსირეს 2023 წელს, სულ რაღაც 3 წლის წინ, არის ეგრეთ წოდებული სამყაროს სტოქასტური გრავიტაციული ტალღების ფონი. სიტყვა სტოქასტური ამ შემთხვევაში უბრალოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისე თითქოს ეგ ფონი არის წარმოქმნილი იმდენი წყაროსგან, რომ ჩვენ ინდივიდუალური წყაროს გარჩევა არ შეგვიძლია, მაგრამ მთელი სიგნალის დანახვა ჯამში შეგვიძლია. ანუ ვერ გავარჩევთ ზუსტად ამ ეტაპზე ზუსტად სადაა ის შავი ხვრელები, რომლებიც წარმოქმნიან ამ სიგნალს, მაგრამ ჯამური სიგნალი ჩანს. ეს სიგნალი არის ძალიან დაბალ სიხშირული, არის ნანოჰერცების სიხშირის სიგნალი და თეორიულად
ძალიან რთული არის იმის თქმა, თუ რა წარმოქმნის ამ სიგნალს. ამ შეკითხვაზე შეიძლება ზოგადი პასუხის გაცემა ორი კლასის წყაროებზე შეგვიძლია ვიფიქროთ, ეს ასტროფიზიკული სიგნალები, მაგალითად მაგაში იგულისხმება ეს მასიური შავი ხვრელები. უბრალოდ ამ შემთხვევაში ეგ შავი ხვრელები უნდა იყოს ზემასიური. ამ სიხშირის სიგნალის წარმოქმნისთვის მოსალოდნელი არის, რომ შავ ხვრელებს უნდა ქონდეთ მასა 10 ხარისხად 9 მზის მასა, შესაბამისად მილიარდი მზის მასა. ესეთი კლასის შავი ხვრელები გვაქვს დაფიქსირებული, თუმცა ბინარული სისტემა, ანუ როდესაც ორი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს, ეგეთი სისტემები და ხალხი ფიზიკოსები დარწმუნებულები ვართ, რომ ეგეთი სისტემები არსებობს სამყაროში, თუმცა ჯერობით დაფიქსირებული არც ერთი არაა. და მეორე სახის სიგნალი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს გამომწვევი ამ ფონის, შეიძლება იყოს კოსმოლოგიური წარმოშობის. ამაზე შეგიძლიათ იფიქროთ, თითქოს დიდი აფეთქების დროიდან წამოსული გრავიტაციული ტალღები, რომლებიც წარმოქმნიან მთელ სამყაროში ამ ფონურ ხმაურს. ეს არანაკლებ ესეც მოსალოდნელი წყარო არის ამ სიგნალის. ამ ტიპის წყაროებზე ვისაუბრებთ შემდეგ ლექციაზე. შემდეგ კვირას. მაგრამ თუ შეკითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ, შემიძლია ეხლაც ავხსნა. მას ჩვენ შევიქმნით ზოგადი წარმოდგენა, რა არის ეგ გრავიტაციული ტალღები და რა პროცესები წარმოქმნის მათ სამყაროში. ეხლა შემდეგი ბუნებრივი შეკითხვა არის, როგორ ვაფიქსირებთ მათ? და პასუხი ამაზე არის ლაზერული ინტერფერომეტრია. ეს იდეა ჩამოყალიბდა 70-იან წლებში, პირველი შემოთავაზება ესეთ დაფიქსირების მოდის 70-იანი წლებიდან. და შემდეგ უბრალოდ საჭირო იყო უზარმაზარი მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ ტექნოლოგიურად დახვეწილი იყო ეს ექსპერიმენტი იმ დონეზე, რომ შეგვეძლო დეტექტირება. დეტექტირების აზრი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ გვაქვს ლაზერი დაბლა, რომელსაც ვასხივებთ პირდაპირ სარკეზე, რომელიც ყოფს ამ ლაზერს ორ ნაწილად. ანუ ერთი და იგივე შუქი უბრალოდ იყოფა ორ პერპენდიკულარულ მხარში. ამ მხარში დგას სარკე, რომელიც აირეკლავს ამ ლაზერის შუქს და დააბრუნებს ამ უკანა სარკეზე. ეს უკანა სარკე გვჭირდება უბრალოდ იმისთვის, რომ ეგ დეტექტორი ძალიან გრძელი არ გახდეს და უბრალოდ მრავალჯერადი არეკვა შევძლოთ ამ სივრცეში. ამ მრავალჯერადი არეკლის შემდეგ საბოლოოდ ეს ლაზერი ორივე მხარეს ბრუნდება უკან და გვაძლევს სიგნალს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მხარი უნდა იყოს ძალიან ზუსტად კალიბრირებული ერთ და იგივე სიგრძეზე. თუ ეს სიგრძე მართლაც ერთი და იგივე არის, ლაზერი ამ მანძილის გავლისას დაბრუნდება ერთსა და იმავე ფაზაში და შესაბამისად დაბრუნებულ სურათში გვექნება ინტერფერენციული ზედდება. სწორედ ამ და ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ეს ორი მხარი იყო ერთი და იგივე სიგრძის. სწორედ ამის გამო ქვია ამას ინტერფერომეტრი, რომ ვაკვირდებით ინტერფერენციულ სურათს ამ ლაზერისთვის. ესაა უბრალოდ ორი ტალღის ზედდება, რაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება ფიზიკის სხვა მიმართულებებშიც. ხოლო თუ გაივლის გრავიტაციული ტალღა, გასრავთ? ხო ჩანს ეკრანი არ გაქრა, ხო? კი, ჩანს. თუ გაივლის გრავიტაციული ტალღა და ლაზერის მხარი გაიჭიმება ერთი მიმართულებით და შეიკუმშება მეორე მიმართულებით, რაც ჩვენ ვიცით, რომ არის გრავიტაციული ტალღის შედეგი, ეფექტი.
მაშინ ეს ინტერფერენციული სურათი ზუსტად აღარ დაემთხვევა ერთმანეთს და ჩვენ გვექნება რაღაც ორი სხვადასხვა ტალღის ზედდება. ამ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ლაზერზე მაქვს საუბარი. ერთ ფაზაში აღარ იქნება და ჩვენ დავადგენთ, რომ ეს სიგნალი მოდის გრავიტაციული ტალღისგან. აა, ამ ექსპერიმენტისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ჭირდება ძალიან დიდი სიზუსტე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ტიპური გრავიტაციული ტალღები, რომლებიც მოდიან დედამიწაზე და ამ დეტექტორის მუშაობისთვის საჭირო არის, წააგრძელებენ ერთ მხარეს პროტონის სიგრძის მხოლოდ 1%-ით. და ესეთი პატარა ცვლილების დასაფიქსირებლად გვჭირდება ძალიან ზუსტი ექსპერიმენტი. სწორედ ამ სიზუსტის მოსაპოვებლად დაჭირდა ხალხს 40 წელზე მეტი, 70-იანებიდან 2015-მდე, რომ აეშენებინათ ეს ლაზერული ინტერფერომეტრია. აქ ესაა ბოლო ძნელი გრაფიკი, რომელზეც დეტალურად აგიხსნით, ახლა რა ხდება. ჩვენ X ღერძზე აქ ვხედავთ სიხშირეს, ანუ სიხშირის სხვადასხვა რეჟიმებს, რაც იგივენაირად შეესაბამება ტალღის პერიოდს. ვხედავთ აქ, რომ სიხშირე 10 ხარისხად -16 ჰერცი შეესაბამება ისეთ პერიოდს, რომ რაც სამყარო არსებობს, სამყაროს არსებობის პერიოდს, და ესე შეგვიძლია გავყვეთ ამ ღერძს და ვნახოთ შესაბამისი შედარებები. ხო? ჰერცის სიხშირე არის, ну, წამების სიხშირეზე არის აქ საუბარი და რაც უფრო დაბლა მოვდივართ, უფრო დიდ პერიოდზე გვაქვს საუბარი. ზედა ნაწილზე ამ გრაფიკის ვხედავთ იმ რეჟიმ სპექტრის იმ ნაწილებს, ანუ სიხშირის იმ ნაწილებს, სადაც აქტიური არის სპეციფიური წყაროები გრავიტაციული ტალღებისთვის. როგორც მე გითხარით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მასიური ობიექტი, რომელსაც მაინც და მაინც სფერული სიმეტრია არ აქვს, რომელიც მოძრაობს აჩქარებით. ხო? ესენი შეიძლება იყოს სხვადასხვა მასის მიხედვით კლასიფიცირებული შავი ხვრელების, წყვილი შავი ხვრელების სისტემები. ანდა ძალიან დიდი სპექტრის სიხშირეების წარმოქმნა შეუძლია ამ ადრეულ სამყაროდან წამოსულ გრავტალღებს. ესა სწორედ ის გრავტალღები, რომელსაც ესე ვთქვათ, ვეძახით დიდი აფეთქებიდან წამოსული გრავიტაციული ტალღები. დაბლა კიდე ვხედავთ კოსმოს ექსპერიმენტებს, რომლებიც შეეცდებიან გაზომონ ეს გრავიტაციული ტალღები. ამ სიხშირეში იმუშავებს მიწისზედა ექსპერიმენტები. შემდეგ დაბლა ვხედავთ კოსმოსურ ინტერფერომეტრიას. უფრო დაბალ სიხშირეში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პულსარების დანიშვნის ექსპერიმენტი, ხოლო აქ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის ექსპერიმენტი. მე შევეცდები დეტალურად ავხსნა ახლა თითოეული რას ნიშნავს. თუმცა ისევ თემა საკმაოდ კომპლექსური არის და თუ რამე შეკითხვა მაინც დაგჭათ, არ მოგერიდოთ, დასვით და შემდეგ ლექციაზე უფრო დეტალურად ჩავალთ თითოეულ ექსპერიმენტში. ეს იქნება ჩვენი შემდეგი ლექციის მიზანი. მაშ მიწისზედა დეტექტორები რას წარმოადგენს? ესაა სწორედ ის დეტექტორები, რომლებმაც დააფიქსეს გრავიტაციული ტალღა. ამ კოლაბორაციებს ქვია LIGO და Virgo. LIGO არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, Virgo კიდე იტალიაში. და სწორედ ესაა ის ექსპერიმენტი, რაც ნახეთ ჩვენ ინტერფერომეტრიის ილუსტრაციაზე. ესაა ის ორი მხარი, LIGO შემთხვევაში ესაა 4 კილომეტრიანი ტუნელი, რომელიც ძალიან ზუსტად არის კალიბრირებული, რომ ორივე მხარე არის ძალიან ზუსტად. აქ სურათზე არ ჩანს, მაგრამ აქ მხარეთ ზუსტად იგივენაირად გრძელდება 4 კილომეტრის გაყოლებაზე. და ამ ექსპერიმენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ პროტონის რადიუსზე
1000-ჯერ 10000-ჯერ მცირე წანაცვლება. ანუ ძალიან ფაქიზი დეტექტორები არიან. აა ჩვენ გვჭირდება, როგორც მოგახსენეთ, ორი დეტექტორი იმისთვის, რომ მიუხედავად მათი ძალიან დიდი სიზუსტისა, თითოეულ დეტექტორს გააჩნია თავისი უნიკალური შეშფოთებები, ხმაური. ეგ ხმაური გამოწვეული არის ძალიან ბევრი მიზეზის გამო და მაგის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ საჭირო არის დეტექტორების ნეტვორკი, ანუ რამოდენიმე ეგეთი დეტექტორი გჭირდება, რომ ზუსტად ვიცოდეთ, როდის დავაფიქსირეთ გრავიტაციული ტალღა და რა მიმართულებით მოდიოდა ის ცაზე. ცის რა მიმართულებიდან მოდიოდა, მაგისთვის გჭირდება რამოდენიმე დეტექტორი. სწორედ მაგიტო შენდება ახლა ახალი დეტექტორები, ანუ ისინი არიან ამ ეტაპზე ამერიკაში არის აშენებული, იტალიაში, იაპონიაში არის კაგრა და შენდება ინდოეთში. ეს დეტექტორები წინ წაწევენ ჩვენ წარმოდგენას გრავიტაციულ ტალღებზე და დააფიქსირებენ მეტ და მეტ მოვლენას. დღეს ახლა მაგათი მეოთხე ფაზა არის მონაცემების აგროვებით, მონაცემების მოგროვებისთვის და მოსალოდნელი არის, რომ დაინახავენ ათასობით მოვლენას ამ შავი ხვრელების დაჯახების. ასევე შემდეგი მიწიერი დეტექტორი, რომელიც აშენდება მალე და ცოტა უფრო მაღალი კლასის დეტექტორი იქნება. ეს იქნება აინშტაინის ტელესკოპი, რომელიც 10 კილომეტრიანი, რომელსაც იქნება 10 კილომეტრიანი მხარი თითოეულ მიმართულებით და პრინციპულად ეგ აბსოლუტურად იგივე ამოცანას ემსახურება. უბრალოდ ამჯერად ეს იქნება სამკუთხა ფორმაციაში აგებული დეტექტორი. და მას ექნება გაცილებით მაღალი სიზუსტე ვიდრე წინა დეტექტორებს და ის დაინახავს თითქმის ყველა შავხრელს იმ სპექტრის იმ ნაწილში, რომელიც იყო მონიშნული მიწიერი დეტექტორებისთვის. დროზე როგორ ვართ? უცებ შევამოწმებ. აჰა, გადასარევი. აა 15 წუთი გაქვს. 15 წუთი, ხო? კი ბატონო, შემდეგი დეტექტორების კლასი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის კოსმოსური ინტერფერომეტრია, რაც ესე ვთქვათ, კოსმოსური LIGO, ეს მოიხსენიებს ხალხი ხანდახან მაგას. ამ დეტექტორს ქვია ლიზა, რაც სინამდვილეში არის აბრევიატურა, ეგ არის Laser Interferometer Space Antenna. სწორედ ეს ქართულად იქნება ლაზერული ინტერფერომეტრიის კოსმოსური ანტენა და ამ დეტექტორის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი არის დედამიწის ორბიტაზე დავსვათ სამი დეტექტორი სამკუთხა ფორმაციაში, როგორც აი ამ არტისტულ ინტერპრეტაციაზე არის ნაჩვენები. და ეს დეტექტორები იფრენენ მზის გარშემო დედამიწის თანსწრებით. ანუ ეგ სამკუთხედი თან გაყვება დედამიწას. ამ სამკუთხედის მხარი იქნება 2.5 მილიონი კილომეტრი, უზარმაზარი დაშორება არის და იდეა მდგომარეობს ისევ აბსოლუტურად იგივეში. ეს დეტექტორები გაუშვებენ ერთმანეთის მიმართულებით ლაზერს და ამ ლაზერის გავლის შემთხვევაში, ამ ფართობში გრავიტაციული ტალღის გავლის შემთხვევაში, ეს ლაზერები წანაცვლდება ისე, რომ ჩვენ შევძლებთ გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას. ეგ დეტექტორი დაგეგმილი არის, რომ გაიშვას უკვე 2035 წლისთვის და მისი სიზუსტე იქნება იმდენად დიდი, რომ ის დაინახავს აბსოლუტურად ყველა შავ ხვრელს, რომელიც ეცემა სპექტრის იმ ნაწილში, რაც მოხაზული გქონდა.
საერთოდ ყველა წყარო იქნება დანახული მაგ ჭრილში. აი აქ ამ ჭრილში რაც ეცემა დაინახავს ყველაფერს, რაც სამყაროში არსებობს. რაც საკმაოდ იშვიათი სიტუაცია არის ასტრონომიაში, იმიტომ რომ როგორც წესი მონაცემების მოგროვებისას არ გვაქვს წვდომა მთელ პოპულაციასთან, რაც წარმოქმნის ამ სიგნალს. სიტყვაზე გინდა ეგ იყოს სუპერნოვას დაკვირვებები ან რაიმე ვარსკვლავის დაკვირვებები, როგორც წესი, გვაქვს მხოლოდ ნაწილი მთელი პოპულაციის, მაგრამ ამ შემთხვევაში გვექნება ზუსტი ცოდნა მთელ პოპულაციაზე, რაც საკმაოდ გაამარტივებს ფიზიკურ შესწავლას ამ ასტროფიზიკური ობიექტების. ლიზას გარდა კიდე გაიშვება რამოდენიმე დაგეგმილი არის კიდე რამოდენიმე მსგავსი დეტექტორი. ეს არის ევროპისა და ამერიკის კოლაბორაცია და გაიშვება ასევე ტანჯი, რომელიც ცოტა მოგვიანებით დაიწყებს ოპერირებას, მაგრამ ეს გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის ერა ეხლა იწყება, იმიტომ რომ ეს დეტექტორები როგორც იქნა მივიდნენ ფუნქციონირების ეტაპამდე და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავზომოთ ეს ახალი სიდიდეები. აა არანაკლებ საინტერესო და უკვე წარმატებული ექსპერიმენტი არის პულსარების დანიშვნის მწკრივი, რაც უცნაური სახელი არის, სანამ გაიგებ, რაზე არის საუბარი. ეს ექსპერიმენტი მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში გვაქვს პულსარები. პულსარი არის ვარსკვლავი, რომელსაც ამოეწურა თავისი ცხოვრების ხანგრძლივობა და ის კოლაფსირდა ძალიან მკვრივ ბირთამდე. ეს ბირთვები არის როგორც წესი 10 კილომეტრის რადიუსის მქონე, მაგრამ აქვთ დაახლოებით მზის მასა და ამ კომპაქტურობის გამო ისინი ძალიან დიდი სიხშირით ბრუნავენ. და ამ პროცესში წარმოიქმნება რადიაცია, რომელიც გამოდის მხოლოდ და მხოლოდ ამ ობიექტების პოლუსებიდან. შესაბამისად, წარმოიქმნება სიტუაცია, თითქოს ეს პულსარი ბრუნავს და ასხივებს ელექტრომაგნიტულ ანუ შუქს ერთი მიმართულებით. თუ აღმოჩნდა ისე, რომ ეს პულსარი ბრუნავს იმ სიბრტყეში, რომ ეს სინათლის სხივი დაეცემა დედამიწას, ჩვენ უბრალოდ ვხედავთ ამ პულსებს. ამ სინათლის პულსებს. აღმოჩნდა, რომ ეგ პულსები არის საკმაოდ ზუსტი. ისინი თითქმის არასდროს არ იცვლება. და თუ შენ გაზომე ეგ პულსები რაღაც სიხშირით, დარწმუნებული შეგიძლია იყო, რომ ეგ პულსები სულ იგივენაირად გამეორდება. თუმცა შეგიძლია ესეთი დეტექტორი ააწყო, ანუ დააფიქსირო აი ამ სურათზე ამ ისევ არტისტული ინტერპრეტაცია არის ეს, მაგრამ საკმაოდ ზუსტად აღწერს ვითარებას. დედამიწის ირგვლივ ჩვენ გალაქტიკაში შეგვიძლია დავაფიქსიროთ ესეთი პულსარები და შევქმნათ მათი ნეტვორკი. ამ ნეტვორკში ყველა პულსარი რომ დანიშნული არის და ყველას მოსვლის დრო ცნობილი არის, ყველა პულსის მოსვლის დრო ცნობილი არის, თუ ირმის ნახტომის სისტემაში, Milky Way-ში გაიარა გრავიტაციულმა ტალღამ და შეარხია ეს პულსარები, მაგათ ექნებათ მახასიათებელი წანაცვლება თავის მოსალოდნელ დროსთან. და სწორედ ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაზომეს ეგა რამოდენიმე კოლაბორაციამ, ეგა ჩრდილოეთ ამერიკული კოლაბორაცია, ევროპული და საერთაშორისო, ავსტრალიული და ასევე საერთაშორისო კოლაბორაციაც არსებობს, სადაც ყველა ეგ მეცნიერი აერთიანებს თავის მონაცემებს და ცდილობენ ერთიანად შეხედონ ყველაფერს.
ამ ექსპერიმენტებმა 20 წლის სხვადასხვა დრო არის ნანოგრავმა 15 წლის განმავლობაში დაითვალა ეს პულსარების მოსვლის პულსების მოსვლის დროები და სწორედ მათ დააფიქსირეს 2023 წელს ეს კოსმოსური ეს გრავიტაციული ტალღების ფონი. სწორედ აი ეს მახასიათებელი წანაცვლება ყველა პულსარს შორის. რაც პირდაპირ მაჩვენებელი არის იმისი, რომ ეს ფონი მართლა არსებობს სამყაროში. შემდეგი ბუნებრივი შეკითხვა არის, რა წარმოქმნის ამ ფონს? მართლა ეს ეს შავი ხვრელები არის, რომლებიც ქმნიან მაგ გრავიტაციულ ტალღებს, თუ ეს არის უბრალოდ ნარჩენი დიდი აფეთქების შემდეგ წამოსული გრავტალღების ეგა ჯერ გადაუჭრელი შეკითხვა, რომელზეც აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამ სურათზე ვხედავთ, რომ ცოტა რთული კლასიფიკაცია არის, მაგრამ მაინც და მაინც გვჭირდება მილიწამის პულსარები. უბრალოდ ამაზე ამ გრაფიკზე დაიმახსოვრეთ, რომ კარგი არის იყო ქვედა მარცხენა კუთხეში. რაც უფრო პატარა პერიოდი გაქვს და ნაკლებად იცვლება შენი პერიოდი, უფრო კარგი არის ეგ ექსპერიმენტისთვის. და სწორედ ამ მილიწამურ პერიოდი აქვს ამ პულსარებს მილიწამების რიგის. და საბოლოოდ მინდა ვთქვა კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონზე, რაც საკმაოდ საინტერესო ფიზიკური მოვლენა არის. ეს კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი არის დიდი აფეთქებიდან მოყოლებული, წამოსული ყველაზე ადრეული შუქი და თუ ჩვენ სწორედ გავზომეთ ამ წამოსული შუქის გარკვეული თვისებები, მაგით შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, მოდის თუ არა გრავიტაციული ტალღები, ქონდა თუ არა გრავიტაციულ ტალღებს გავლენა ამ სიგნალზე. ამ ექსპერიმენტზეც ვისაუბრებ მომდევნო კვირას, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ამ შუქს შეიძლება ქონდეს ორი ტიპის პოლარიზაცია, ეგრეთ წოდებული ელექტრული და მაგნიტური მოდები და თეორიულად. თუმცა მაგნიტური მოდა ჩვენი ფიზიკური წარმოდგენებით უნდა იყოს ნულოვანი და თუ ჩვენ დავაფიქსირეთ არანულოვანი მოდა, ეგ ნიშნავს, რომ გრავიტაციულმა ტალღებმა ადრეული სამყაროდან შეარხიეს ეგ შუქი და შესაბამისად ეგ გრავტალღები დაფიქსირებული იქნება. ეგ იქნება პირდაპირ დასაბუთება მნიშვნელოვანი თეორიებისთვის კოსმოლოგიაში და ამ მიმართულებით მუშაობს მრავალი ექსპერიმენტი, თუმცა ჯერჯერობით სტატუსი არის, რომ ჯერ არ არის ეგ დაფიქსირებული. ეგ გრავიტაციული ტალღები შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან ბევრ რაღაცაში. მე როგორც გითხარით, შეიძლება იყოს პირდაპირი დასაბუთება იმისი, თუ რა ხდებოდა ადრეულ სამყაროში. ამ სურათზე ვხედავთ სამყაროს ევოლუციას. X ღერძის გასწვრივ შეგვიძლია წარმოვიდინოთ, რო არის დრო და ჩვენ ვხედავთ სამყაროს სხვადასხვა ეპოქაში. ეს საბოლოო ეპოქა არის ჩვენი დღევანდელობა, სადაც გვაქვს galaktikები, ვარსებობთ ჩვენ, არის კომეტები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც უფრო წავალთ უკან და აქ დაბლა ხედავთ დროს. ეგ არის 13 მილიარდი წელი დიდი აფეთქებიდან. თუ ჩვენ წავალთ უკან და უკან, ჩვენ მივალთ სტრუქტურის ფორმირებამდე, ანუ როდესაც სამყაროში წარმოიქმნა galaktikები და იმის მიღმა მივალთ იმ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის წარმოებამდე. ამის უკან ჩვენ ვერანაირად ვერ დავინახავთ ტელესკოპებით რა ხდებოდა სამყაროში, იმიტომ რომ ეგ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი არის გაუმჭვირვალე შუქისთვის. ანუ შუქი უფრო ადრეული სამყაროდან უბრალოდ არ მოდიოდა ჩვენამდე. შესაბამისად ჩვენ ვერანაირად ვერ დავინახავთ.
ამ ყველაფერს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გრავიტაციული ტალღები არ არიან ამით შეზღუდულები და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა ადრეულ სამყაროში, წარმოქმნიან ისეთ გრავიტაციულ ტალღებს, რომლების დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფიზიკის კანონებზე უფრო ადრეულ სამყაროში. და არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოყენება გრავიტაციული ტალღებისთვის არის მულტიმესენჯერული ასტრონომია. მაგისთვის ჩვენ გვჭირდება ორივე მესენჯერი, ანუ ელექტრომაგნიტური გამოსხივება და გრავიტაციული ტალღების გამოსხივება, წამოსული ნეიტრონული ვარსკვლავებიდან ამ შემთხვევაში და ამ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ დამატებითი ფიზიკა ამ ასტროფიზიკური ობიექტების შესახებ. კერძოდ, რა ხდება მაგათ ბირთვში, ან დამოუკიდებლად შევზღუდოთ მანძილი სხვა ასტროფიზიკულ ობიექტებამდე და შესაბამისად უფრო ზუსტი კოსმოლოგიური მოდელი ავაგოთ ჩვენი სამყაროსთვის. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენება იქნება გრავიტაციული ტალღებისთვის. მე მინდა შეჯამება შემაჯამებელი სლაიდი დავტოვა და თუ რაიმე შეკითხვები არის, ნუ მოგერიდებათ, შეგიძლიათ ახლა დამისვათ. ჩატში რამე შეკითხვები თუ არის, მოიწერეთ ან ჩატში, ხო, ახლა შევმოწმებ. ხო, ან მეც ნახულობ და თუ არ არის შეკითხვა, მაშინ მადლობა. კი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის.